გამარჯობათ მეგობრებო. დილამშვიდობისად საქართველო. მინდა ერთი უცნაური რამ მოგიყვეთ. და თან გაფრთხილება გაუგზავნო იმ ხალხს, ვინც შეკვეთა მიიღო ჩემთვის პროვოკაციის მოსაწყობად. გავერიდე ყველაფერს, წამოვედი სოფელში. ვარ ჩემთვის. და მოგიწოდებთ იმ შემკვეთებსაც, რომ თავი დამანებეთ. თავი დამანებეთ. არ ვერევი თქვენს აი ამ თამაშებში, რომელიც ბოლოს მაინც ორივე სასარგებლოდ თავდება და მარცხდება და საწინააღმდეგო ხდება ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის. არ ვიღებ მაგაში მონაწილეობას. და მე მინდა გითხრათ, რომ ვისაც მართლა საქართველოსთვის სიკეთე გინდათ და ჯანსაღი გაქვთ ჩაფიქრებული, წადით სოფელში. სოფელში წადით, გაერიდეთ ამ ყველაფერს, გაემიჯნეთ და წადით სოფელში, გააღვიძეთ კერები, დაანთეთ ცეცხლი თქვენ მამაპაპისეულში და აცხოვეთ თქვენი მამაპაპისეული და იშრომეთ მომავლისთვის. ერთადერთი გადარჩენა, ერთი მაგალითს მოგიყვებით ასეც, რომ სვანები გაგვწყვიტეს ზღვისპირეთზე ცხოვრობდით 555 წელს ბიზანტიელებმა, რა თქმა უნდა, ქართველების ღალატით. აი ესეთივე ნაძირალა ქართველების, რომელსაც მეხუთე კოლონა ქვია. და წავედით მთებში. დაუბრუნდით მთებში, სადაც სანამ არ გაუმრავლდით, გაუმაგრდით, წელში პატარა ფეხზე არ დავდიქით, ვიყავით იქ და როცა გაუმრავლდით, მერე დაუბრუნდით ისე უკან. აი იქიდან ვართ დაბრუნებული ჩვენი ოჯახი პირადად დალის ხეობაში. ასე ვართ გაშლილი მთელს კავკასიოზე, სადაც ვიყავით გაშლილები მე-6 საუკუნის შემდეგ. ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ ერთადერთი გადარჩენა არის სოფელი. ხო ხედავთ სოფლიოში რაც ხდება. ფაქტიურად მესამე მსოფლიო ომი მიდის. ხო და აქ ჩვენ ერთმანეთს ვხოცავთ. იმის ვაგიურადო, რომ რაღაცა მოვიფიქროთ, რაღაცა გავაკეთოთ იმ წამლის შხამის საწინააღმდეგოდ, რომელიც რომ ჩვენს ახალგაზრდობას დაალევიეს, აჭამეს, ანახეს და გადარიეს. უფლის გზის მაგიურად ევროპის გზას ირჩევენ, სადაც კაცი კაცზე თხოვდება და ქალი ქალზე თხოვდება. ახალგაზრდებს მინდა მოგმართოთ, შვილებო. ჩვენც ვიყავით ასე და გვინდოდა ევროპასთან მეგობრობა, ამერიკასთან მეგობრობა. რუსეთი ამერიკელებმა გადაგვკიდეს და დასავლეთმა იმისთვის, რომ ჩვენი ხორცი გამოიყენონ რუსების საწინააღმდეგოდ და თვითონ კარგად იყვნენ. ომი გვინდას რო იძახით, ვინ გეუბნებათ ამას, რომ თქვითო? ის ხალხი, რომლებმაც დაასუსტეს ქვეყანა, ის ხალხი, რომლებმაც რო კანონი მიიღეს, რომ ჯარში არ წახვიდეთ, ის ხალხი, რომლებმაც შეამცირეს ყველანაირი საომარი მოქმედებებისთვის მზადება, ჯანსაღი მზადება და დატოვეს მხოლოდ მცირედი, რომელიც რომ ამერიკელებს და ევროპელებს, ამერიკელებს უფრო სწორად, ხან ერაყში, ხან ავღანეთში დასახმარებლად დაეყვანათ და იაფ ხორცად. რას გასწავლიან ასეთ სამ ინსტიტუტებში და უნივერსიტეტებში? გასაგებია, ძალიან ბევრის მჯერა, რომ არ არიან ესენი ნაციონალებისთვის კუჩაში გამოსული. მან დრო ახლა ჯანსაღი პროტესტი იყოს, მე იქ უნდა ვიდგე. რადგან მე რაც რეპრესიებში გამატარა სააკაშვილმა, ჯერჯერობით ამათ შენარჩუნებული აქვს ეს რეპრესიები. ჩემნაირები კიდე 76,000 კაცი. აი აგერ სადაც ვიმყოფები ახლა, წარწმეული მაქვს, ყველაფერი წარწმეული მაქვს და არც საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს ქვეყანაში, არც სასამართლო საერთოდ. ერთადერთი, რასაც კარგს აკეთებენ, განაჩენი არ გამოაქვთ ბოლოს და ბოლოს რა ქნან იმ საცუდოებმა, იმ ხელაზე წოლა აქვს დასავლეთიდან.
მართავთ იძახის ბიძინა რომ თავისუფალია სასამართლო. ოღონდ მისგანაა თავისუფალია სასამართლო და აბა თუ არის საელჩოებისაგან და NGO-ებისგან თავისუფალი სასამართლო. ამიტომ იქ ახლა ლოზუნგები უნდა ტრიალებდეს თავისუფლება სასამართლოს NGO-ებისაგან. აგერ ახლა ყველასთვის ცნობილია დოლობაურის საქმე ჩემი, სახლი რო წამართვეს. და ადგა და პირველმა მოსამართლემ, პირველი ინსტანციის მოსამართლემ ჩაიდინა ვაჟკაცობა და გამოიტანა სწორი განაჩენი. სააპელაციომ ვერ გაბედა და გააუქმა. ეხლა უზენაესში მაქვს სასამართლო. აი თქვენ წარმოიდგინეთ ახლა. ჯერ პირველი ინსტანცია რომ გამომართლეს და დამიკმაყოფილეს ესა სარჩელი გადაწყვეტილება გამოდიოდა 9 თვე. მე 10 თვეზე ვეღირსეთ გადაწყვეტილებას. არ ჩაგვაბარეს გადაწყვეტილება. აბა თუ მიხვდებით რატო ხდება ეს? იმისთვის რომ გადაწყვეტილების ჩაბარების მერე გარკვეულ ვადაში უნდა გაესაჩივრებიათ, ხო? ამასობაში სააპელაციოში უკვე ეკა გიგაურის ორი ისა ადვოკატი, რომლებიც მაყურებლებად დასვეს იქა რომ რას იზამდა მოსამართლეები, ვერ გაბედეს რა თქმა უნდა ვერაფერი. ამ ხელა ძალა აქვთ ხალხო, ხედავთ. რამ ხელა ძალა უფლება აქვთ სასამართლოზე საქართველოში NGO-ებს. ეხლა მინდა გადავიდე ისევ მთავარზე, რის გამოც ვწერამ ვიდეოს. პატარა ინციდენტი მოხდა გუშინ. და ძმები გადაეკიდნენ ბიძაშვილები ერთმანეთს. მე მინდა ქისტებს მოგიწოდოთ და რომ მომისვინოთ კარგად. თუ თქვენ საბიძაშვილოში არსებობს ასეთი თემა საერთოდ რომ ბიძაშვილები ერთმანეთს ვალის გამო თან 3000 ლარის გამო ერთმანეთს იარაღით ხოცავდნენ. მე ეჭვი მეყარება რომ ეს მართალი იყოს. რატომღაც ვიფიქრე მე ეს რომ რაღაცა თამაში იყო. დაწუხელ მომივიდა ინფორმაცია რომ ვიღაცამ ყოფილმა სუსის თანამშრომელმა შეუკვეთა პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ. ანუ ან ჩემს ახლომახლო უნდა მომხდარიყო რაღაცა, ან ჩემზე უნდა მომხდარიყო თავდასხმა, რომელიც რო ან ვერ იკადრეს მთლად, ან რაღაცაშია საქმე. ჩემო ძმებო ქისტებო, თქვენთვის მომინდვია. იცით უკვე, გუშინ დავრეკე, კურსში ჩავაყენე, ამათი ნათესავიც, სახელს და გვარს ჯერჯერობით არ ვიძახი, და ჩავაყენე კურსში ძალიან ბევრი ვიღაცა. სანათესაოშიც და სამეგობროშიც. ერთი კავკასიური ნათქვამი არის ასეთი. ჭკვიანი კაცი მტრისგან მეგობარს წერს მეგობრად აქცევსო და ბრიყვი მეგობარს მტრად. თუ მისმენთ ახლა ის ხალხი, ვინც რო გუშინ აქ რაღაცა პროვოკაციას ცდილობდით, გაითვალისწინეთ ეს, ჯერჯერობით არ გასახელებთ. მე საჯარო მოხელე ვარ, არა მაქვს უფლება დავფარო დანაშაულის მცდელობა. ამიტომ გაფრთხილებთ, რომ ჩემს ეზოში ძმას არ მოვაკვლევიათ და თუ მოხდა მართლა ასე, როგორ გონიათ თქვენ ახლა ჩემს თანამშრომელს, ჩემს სტუმარს ან ჩემთან ერთად ნაომარ ადამიანს მოგაკლებიებთ აქა? მართლა თუ მართლა ესა გაქვთ გადაწყვეტილი, თქვენ არ გცოდნივართ მაშინ და ამდენი ხანი ჩემთან ცხოვრობდით და არ გცოდნიათ ჩემი პიროვნებაში, რომ გეფერებოდით და თავზე გევლებოდით და ყოველ დღე საკლავებს გიკლავდით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე რაღაცა ზებუნებრივად გიყურებ თქვენ, იმიტომ რომ ბევრი ქისტი ძმაკაცი ბრძოლობდა ჩემთან, ბევრი ქისტი ძმაკაცი დაეცა ჩემთან. და პატივს ვცემ მე იმათ ხსოვნასაც და იმათ ოჯახებსაც და საერთოდ. ამიტომ გაფრთხილებთ მეტად ჩემს არემარეში არ დაგინახოთ. ეს ერთი. მეორე, არც გაგიელვოთ ტვინში ის რომ ჩემთან ვიღაცა მოკლათ
და მე ეს გაპატიოთ და აქედან გამასწროთ მე. იმაზე მეტი საშუალებები მაქვს, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ამიტომ გაფრთხილებთ, ისევ ძმებად გიყურებთ. თუ მართალია ეს რაც ინფორმაციაც მე მივიღერო, ჩემი პროვოკაციისთვის რაღაცა ფული გაქვთ აღებული, შემირცხვენია თქვენი კაცობა მაშინ. დანარჩენი სანამ არ გაირკვევა ეს და არ გავარკვევთ ერთმანეთში, რომ ხართ თუ არა პირდაპირ ვიტყვი ირაკლი ალასანიას მიერ მოგზავნილები, მანამდე ჩემთან ახლოს არ დაგინახოთ იცოდეთ. საერთოდ მახსოვს მე რასაც აკეთებდა ირაკლი ალასანია, სანამ კოდორის ხეობას ჩააბარებდა და აფხაზეთის მიმართულების კურატორი რო იყო უშიშროებიდან. ძალიან კარგად მახსოვს ყველაფერი აბსოლუტურად. 1999 წელს გახდა კურატორი აფხაზეთის, მინისტრის მოადგილე იყო. პირველი, როდესაც მოხდა აფეთქება, ჩემი ძმა და მეგობრის გურამ თევზაძის სიკვდილით დამთავრდა ეს. უпростоრად მე მაგათ ნათესავებად უყურებ, იმიტომ რომ ჩვენი დედები იყვნენ მეგობრები და დათო თევზაძე ჩემი დედაფიცია. მე არ ვადებ თითს ახლა რომ ირაკლი ალასანიამ ჩაიდინა მაგიო, მაგრამ მისი პერიოდში დაიწყო ეს ყველაფერი. მე უამრავი ტერორისტული აქტები იყო, გახსოვთ ხო? ეხლა ალბათ ისიც გახსოვთ, რომ 2008 წლის იმ პროვოკაციის წინ, როდესაც რო აპირებდნენ ჩაბარებას ტერიტორიების, რა ნაბიჯები გადაიდგა. 2006 წელი კოდორის ხეობის მეომრები ნეიტრალეს იმის მერე თუ კი ვინმე შეეძლო, რომ რუსებისთვის წინააღმდეგობა გაეწია, ყველა მოაცილეს საქართველოს, ზოგი ციხეში გაუშვეს, აი მაგალითად ლუკა რამაზაშვილი ციხეში გაუშვეს, იმიტომ რომ კახეთის ლაშქრის სარდლად მაგიითვლებოდა. ასე ძალიან ბევრი მიშა გახსოვთ ციხეში რო ჩასვეს და მოღალატე რო უწოდეს ქებაძე და უამრავი კიდე ვინმე ჩასვეს ციხეში იმისთვის რომ მოწინააღმდეგე არ ყოლოდა რუსეთს საქართველოში. შეიძლება ეს კარგიც ყოფილიყო ერთი მხრივ, იმით რომ ტყულა უბრალოდ არ შეეწირნენ აი ამ თამაშს ქართველები და რაღაცა ნაწილი მაინც ვინც გადარჩა ციხეში, ვინც არ მოკლეს ციხეში, მაინც გადარჩა რაღაც ნაწილი. მე დამაკავეს, მომიწყვეს პროვოკაცია და დააჭერიეს ჩემი თავი რუსეთის სპეცნაზს და წამიყვანეს საქართველოდან. ეხლა არეულობა რო დაიწყო, ეხლაც იგივე ხო არ აპირებთ. იგივე ხო არ გაქვს ჩაფიქრებული იმისთვის, რომ ჯანსაღი ძალები ერთად არ დავდგეთ იმ შემთხვევაში, როდესაც მართლაც უბერდურება დაატყდება ჩვენს ქვეყანას. რატომ აკეთებთ ამას? დაფიქრდით ახალგაზრდებო, თქვენ მოგმართავთ. ახალგაზრდებო, დაფიქრდით და ერთი კიდევ ანდაზას გეტყვით ასეც. არასოდეს არ დაიჯეროთ ერთი მხარის ნათქვამი. დაპირისპირებული მხარეები მაქვს ხედულობაში. ყოველთვის მოусმინეთ ორივე მხარეს, რომ სიმართლეს მიხვდეთ, სად არის სიმართლე. თორე ნებისმიერი გარეწარი სათავისოდ მოგიყვებათ ყველაფერს. ხშირ შემთხვევაში იმდენად ბრიყვები არიან ზოგიერთები, რომ თავისივე ლაპარაკში თუ ჭკვიანი ხარ მიხვდები, რომ ის ტყუის. მაგრამ როდესაც მთელი მასმედია, მთელი ჟურნალისტიკა საერთოდ წითელი ყვითელი იისფერი თუ ნაცრისფერი თუ ცისფერი ყველა მუშაობს ქართველი ერის საწინააღმდეგოდ. 30 წელიწადია უკვე. და რა თქმა უნდა, დაგაბრალებენ რაც უნდათ და შენ ვერაფრით ვერ გაიმართლებ თავს, გამორიცხულია. იმიტომ რომ მარტო რჩები. იმ ხელაზე გაგიფუჭებენ სახელს, რომ ვერაფერს შეიძლება შენ შვილსაც დააჯერონ, რომ მოღალატე ხარ. ამიტომ გეუბნებით, ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო, ძალიან ბევრს გიყურებთ კარგებს იქ. გონს მოეგეთ. კი ბატონო, არასწორად მიდის სიტუაცია, არასწორად მიდიოდა 12 წელიწადის სიტუაცია და აძლიერებდნენ ნაციონალებს.
კი ბატონო, ნაციონალების მიერ დატოვებული სიბინძურე დაიტოვეს ამათაც. და სასამართლოები გინდა, მაგრამ ეს არ არის მიზეზი იმისი, რომ ნაციონალებთან ერთად დადგეთ. ამისთვის ეხლა მე რომ მაინდა-მაინც წამოსულ ვიყავი და დამდგარ ვიყავი იქ მდგარ ნაციონალს ვეთყოდი, რომ წაეთრია აქედან. აქ შენი ადგილი არ არის. მაგრამ ამას რო არ აკეთებ, ესე იგი შენ მათთან ერთად ხარ. სვანებო, თქვენ გენაცვალეთ, რა მოგივიდათ? ჯერ ერთი თუ მაინდა-მაინც იქ გინდათ და ჯანდაბაში გინდათ გადახდეთ, გადახდით. კი ბატონო. მაგრამ სვანური ქუდები ჩამოიღეთ. სვანეთ ზურგი აქციეთ. გადაიკეთეთ გვარები, ეგ სომხებს 5 წამში უკეთებენ გვარებს და გადაიკეთეთ თქვენ სომხებად გვარები. ეს სომხეთის პოლიტიკა მიდის იქა. და სამწუხარო ჩვენი ხელისუფლებაც დაჭერილ სომხებს უშვებს. მაგალითად ნერსესიანი, რომელიც გავრილოვის ღამეს დაიჭერეს შტორმის დროს, პარლამენტის შტორმზე რო იყო გადასული და 13 დღეში გაუშვეს. თელ ინფორმაციას გეტყვით. 1994 წელს დაბადებული ნერსესიანი მოქალაქე არმენია, სომხეთის მოქალაქე. რატო გაუშვეს? რატომ არ აკავებენ იმ ადამიანებს, რომლებიც რომ ჭარბად არიან წარმოდგენილი რუსთაველზე ნაციონალებთან ერთად. თავის ჯერ ერთი რო შეხედავ სახეზე ხომ მიხვდები ვინცა თავის კიკინებითა და თავისი საყურეებით და ყველაფრით. თითქმის უკვე გეი პარადია თბილისში. თითქმის შეიძლება ითქვას, რომ გეი პარადია. ისეთი საზოგადოებაა შეკრებილი ნაწილი და მათ უკავიათ მიკროფონები ხელში. მათთან მიდიან ჟურნალისტები. თქვენთან არა პატიოსანი მხარე რომლებიც ახართ. ამიტომ დაფიქრდით, გამოეყავით იმათ და შემოგიერთებით ჩვენს საპროტესტოდ. რა თქმა უნდა და გავაპროტესტებთ უკვე ჯანსაღად რას? რომ ქართველებს დაგვანებონ თავი საქართველოს ხელისუფლება. და ნუაყენებენ ქართველებზე მაღლა ვითომ ეთნიკურად უმცირესობას, რომელიც რო შემოგდებული თემაა. ამ დროს ჩვენზე მეტია სულ ყველა. გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, ქართველებო და უფრთხილდით გვარგადაკეთებულ ხალხს. უფრთხილდით გვარგადაკეთებულ ხალხს. პატივს ვცემ ყველას თავისი გვარის სახელზე მდგომ ადამიანს. და მათ ერთსაც პატივს ვცემ. მაგრამ სომხებს მხოლოდ და მხოლოდ იმ სომეხს ვცემ პატივს და იმ არმენს ვცემ პატივს, რომელმაც ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი გააპროტესტა. თუნდაც ერთი სიტყვით, რომ ეს არ უნდა ექნათ. ქართველებისთვის ზურგში მახვილი არ უნდა ჩაეცათ. აი რომ ბაგრამიანის მცხონებული ბაგრამიანის, რომელიც რომ მართლაც ერისკაცი იყო და ჯარისკაცი იყო, იმის სახელი ერთადერთმა მისმა ქალიშვილმა გააპროტესტა სხვათა შორის მახსოვს მე მაგ. მაგის სახელით შეიძლებოდა გაკეთებულიყო რაღაცა დიდი დაჯგუფება და ბატალიონი თუ რაზმი, რომელიც ჩამდგარიყო შუაში ქართველებსა და აფხაზებს შორის, მართლაც გონარეული აფხაზებსა და გონარეული ქართველებს შორის და დაეკავებიათ გამშველებლის როლი. აი ეს ექნებოდა ძალიან ძვირფასი ყველასთვის, აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც. დღეს როდესაც გამოვიდა ბიძინა და თქვა ბოდიშს უხდითო, მე ნამდვილად ვეთანხმები ამ მიმართულებით ბატონ ბიძინას. ვიღაცამ ხო უნდა გადადგას ნაბიჯი. ბოდის ბიძინა არ უხდის და არც ჩვენ არავინ ქართველები არ მოუხდით იმ ხალხს, კრიმინალებს არავის. ეხლა მე როგორ ვქნა? დაბომბაზე რო ლაპარაკობთ. ჩვენ ერთი ქვეყანა გქონდა საბჭოთა კავშირი, ხო? კი ბატონო.
და იმ რაკეტებს რო ისროდა რუსეთიდან რო არ ფეთქდებოდა ეს რა იყო? ესე იგი ცუდი შეიარაღება ჰქონდა ხო რუსეთს? თუ ვერ ხვდებით რატო იყო ეს? და რატომ ფეთქდებიან ეს ბომბები უკრაინაში? იქაც უყურებ რომ მაინდა-მაინც მიზანში არ უყამენ. თამაშია ეს ყველაფერი ახალგაზრდებო, თამაში არის, ძალიან ცუდი თამაში არის და თამაშობენ ადამიანების სიცოცხლით. ერთმანეთს ესვრიან ბომბებს. ნახეთ რამდენი ფულია გამოყოფილი ამერიკიდან, ევროპიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან. თქვენ გონიათ ეს სულ მაგომს უხმარდა ეს ფული? თქვენ საქართველოს მაგალითი არ გახსოვთ? 5 მილიარდ ნახევარი რო გადმოურიცხა ამერიკამ სააკაშვილს კოდორისა და ცხინვალის ჩაბარებისთვის და რო აორთქლდა 4 მილიარდი. ეს სადა ორთქლდა და რატომ მაგაზე პასუხი არ მოსთხოვეს დონორებმა? იმიტომ რომ ატკატი მოხდა, იმიტომ რომ თვითონ წაიღეს უკან. ვერ ხვდებით კაცო? დაფიქრდით ახალგაზრდებო, დაფიქრდით და ახალ წელს შეხვდით ლამაზად. გირჩევთ რომ ახალ წელს სოფლებში წახვიდეთ მამა-პაპისეულში, დაანთოთ ცეცხლი ერთი ღამე მაინც და იქნება ბედობაც იყოს და რომელიმე დაბრუნდოთ უკან და სოფელი გავაცოცხლოთ. სოფელი გადაარჩენს სოფლიოს. სოფელი, არა მარტო საქართველოს, მთელ სოფლიოს გადაარჩენს სოფელი. ხო ხედავთ, მთელ სოფლიოში სოფლებია დაცლილი. რატომ? იმიტომ რომ სოფელს ვერ აკონტროლებს. ვერც მასონი და ვერავინ სხვა მტერი ქვეყნისა. იმიტომ რომ სოფელში როცა ხარ არქში არ გჭირდება მაგათი გადამოგდებული 30 ლარი და 60 ლარი. და თავრობას რამდენჯერ პარლამენტიშიც მოგიწოდეთ და ეხლაც მოგიწოდებთ. გააუქმეთ სოციალური პროგრამები. ან ისე მაინც გააუქმეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ 70 წლის ზევით ეხმარებოდეთ. და არა 25 და 30 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც რო გაზარმაცებულია საქართველოში და მუშაობა არავის არ უნდა საერთოდ. და ნახავთ მე როგორ უცბად წავალთ წინ ქვეყანა. ერის გასაზარმაცებლად არის ეს სოციალური პროგრამები შემოტანილი ქვეყანაში. აბა კარგად დააკვირდით. არც მოკვდე, არც იცოცხლო. აი ეს არის სოციალური პროგრამა. თუ მართლა დახმარება გინდათ, მაშინ რატო უხსნით სოციალურ იმას სტატუსს იმ გაჭირებულ ოჯახს, სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელმაც რაღაც პატარა რაღაცა იშრომა, მიიღო ხელფასი, რაღაცა შეიძინა, გააძლიერა ოჯახი, რატო უხსნით მაგას? გაუგრძელეთ დახმარება და მოძლიერდეს, დადგეს ფეხზე და მერე მოუხსენით. რაღაც ზღვარი ხონდა არსებობდეს, არა? ზედაც და ქვედაც. ქვედა იმიტომ რომ სოციალური პაკეტი მიცეთ და ზედა იმიტომ რომ მოუხსნათ. არაფერი არ არსებობს. იმიტომ რომ NGO-შნიკები, NGO-ს ხალხი მართავს ქვეყანას და იმათი შიშით ვერაფერს ვერ აკეთებთ იმას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საჭიროა. დაგიდგებით, ბატონო ირაკლი კობახიძე. აი მოგმართავ მე ერთი ქართველი. სვანი ვარ, კახელი ვარ, ქართლელი ვარ და ყველა კუთხი შვილი ვარ, აბსოლუტურად. მე მოგმართავ ჩემო ძვირფასო ადამიანო. არავით არ შემთხვევაში არ დაიხიო უკან, თუ არ თამაშობ. ყველა შენ დაგიდგებით გვერდში, ამით ვამთავრებ. წარმატებას გისურვებთ ყველას და მრავალ ახალ წელს და ეს არის ჩემო ძვირფასო ქართველები.